ცენტრში კლინიკა დაბრუნებას გავვივარ სამსახურში, გამოიძახეს მთელი განყოფილება. კლინიკებს რაც შეეხება ამ ეტაპზე გადასულები ვართ საგანგებო რეჟიმში, გაუქმებული არის გეგმიური ამბულატორიული მიღება, გაუქმებულია გეგმიური ოპერაციები, ვმუშაობთ მხოლოდ გადაუდებელ პაციენტებთან. მთლიანად კლინიკა დაცლილია, ზედა სართულები. ამ ეტაპზე კლინიკა არის გახსნილი მიწის ქვეშ, ასე შეიძლება რომ ითქვას, სულ რამდენიმე დღეში მთლიანად თავიდან ააშენეს მიწისქვეშა კლინიკები. ბოლო დაბომბვის დროს ჩემს კლინიკაში დაახლოებით 25 პაციენტი მოიყვანეს, საბედნიეროდ იქედან ყველა იყო მსუბუქი ან საშუალო სიმძიმის პაციენტი. ოპერაციები არ შეწყვეტილა იმ პაციენტებთან, რომლებიც არიან, ვთქვათ, რომელსაც სჭირდებათ ონკოლოგიური პაციენტები, რომლებიც არიან ჩვეულებრივად სამშობიარო განყოფილება, მაგალითად გადავიდა მინუს სართულზე და აბსოლუტურად დაცული არის. ბავშვთა განყოფილებებიც ასევე დაცულ ოთახებთან ახლოს არის და მინუს სართულებზე არის გადატანილი. ფაქტიურად პირველი და მეორე სართულის გარდა კლინიკაში ზემოთ სართულები აღარ მუშაობს და ამ პირველ და მეორე სართულებზე დარჩენილი პაციენტებიც არიან ის პაციენტები, რომლებსაც თავის ფეხით შეუძლიათ ჩავიდნენ დაცულ მინუს სართულზე. რომ გითხრათ, დიდეთ ისრაელში პანიკას უბრალოდ ნამდვილად მოგატყუებთ, იმიტომ რომ აქაური ხალხი მოსახლეობა შეჩვეულია ამ სტრესულ გარემოს და იციან ზედმიწევნით რა უნდა გააკეთონ. ყველაზე მნიშვნელოვანი არის სირენის ჩართვის დროს მოძებნონ თავშესაფარი. ამ ეტაპისთვის ყველაზე მეტად დაცული ადგილი არის ეს თავშესაფრები და ექიმები ისე 24 საათიან მორიგეობაზე ვართ, ხოლო ექთნებისთვის აქამდე ეს იყო 8 საათიანი სმენა და 3 სმენა იცვლებოდა მორიგეობის განმავლობაში, ახლა გადავიდნენ 12 საათიან მორიგეობებზე, რათა შეამცირონ ქუჩაში მოძრაობის ნაკლებად იმოძრაოს ქუჩაში ხალხმა. ეხლა ისრაელში ამოქმედა ახალი სისტემა 10 წუთით ადრე აფიქსირებს რაკეტის გაშვებას ირანიდან და 10 წუთი გვაქვს 10 წუთის განმავლობაში უნდა ჩავიდეს თავშესაფრებში. ანუ 10 წუთით ადრე ვიღებ პირველ შეტყობინებას და 10 წუთი მაქვს იმისთვის, რომ მოვძებნო დაცული ადგილი. ერთ-ერთი ბოლო დაბომბვის დროს მომიწევ ყოფილიყავი ქუჩაში, ამიტომ იქვე რომელი შენობაც ვნახე, იქ ჩავედი. არანაირი პრობლემა არ არის, ყველა პირიქით გიღებენ კარს, მზად არიან დაგეხმარონ და სირენის ჩართვიდან წუთნახევარი გვაქვს, რომ უკვე თავშესაფრებში ვიყოთ, თავშესაფრის კარი იყოს უკვე დაკეტილი და აი ამ სირენიდან რაღაც პერიოდის განმავლობაში ველოდებით ისევე, რომ მოგვივა შეტყობინება, რომ უსაფრთხოების გამოსვლა, სანამ ეს შეტყობინება არ მოგვივა, რომ შეიძლება თავშესაფრის დატოვება, იქამდე აკრძალულია, რომ გამოვიდეს. შემართება ისრაელელებს არაკლიაც ნამდვილად, ყოველთვის არიან პოზიტიურები. ყველაზე დიდი დაცულობის განცდას გვმატებს ის, რომ ვიცით როგორ უნდა მოვიქცეთ. ადრე არ იყო ეს სისტემა, თქვათ, რაც ახლა არის, რომ 10 წუთით ადრე მოდის შეტყობინება და გვაქვს დრო, თქვათ, მოვამზადოთ ჩანთა, ავიღოთ ისეთი პირადი და სასწრაფოდ მნიშვნელოვანი ნივთები. ადრე იყო მხოლოდ 1 წუთის განმავლობაში შეგვეძლო მოგვეძებნა თავშესაფარი. ეს ნამდვილად გვაძლევს ახლა სიმშვიდის, უფრო მეტი სიმშვიდის, რამდენადაც შეიძლება რომ ამ პროცესში მშვიდად იყო საშუალებას. აქ ისრაელში ძალიან ბევრი ტურისტი ცხოვრობს, ძალიან ბევრი ქართველი ცხოვრობს და მინდა მოუწოდო, რომ დარჩნენ და ეცადონ, რომ იყონ თავშესაფრებთან ახლოს. ამ ეტაპისთვის ეს არის ჩვენი გადარჩენის ერთადერთი საშუალება.